საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა არის სიმბოლოების გააზრება წმინდა ნინოს ცხოვრების მიხედვით. უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას ის, რომ წმინდა ნინოს ცხოვრება ზოგადად ბიბლიურ აზროვნებას ეყრდნობა, ბიბლიური აზროვნების ნაკადი ძალიან დიდი ამ ნაწარმოებში. აქ იგულისხმება ერთი მხრივ სიმბოლური აზროვნება, ანუ სახე-სიმბოლოების სიუხვე ნაწარმოებში და მეორე მხრივ დაპირისპირებული მხატვრული სახეების არსებობა, როგორიც არის თქვათ დედოფალი და ტყვე, როგორიც არის ნათელი და ბნელი, ზამთარი, ზაფხული და ასე შემდეგ. უპირველესი სიმბოლო, რაც წმინდა ნინოს ცხოვრებაში გამოიკვეთება, ეს არის ვაზის ჯვარი. თავდაპირველად ვაზის ჯვრით შემოვიდა წმინდა ნინო საქართველოში. ვაზს გარკვეული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თავისთავად ფაქტი ამ ჯვრის შექმნისა არის სასწაულებრივი და საინტერესო. ფარავნის ტბასთან წმინდა ნინოს დაეძინა და მან იხილა ღვთისმშობელი, ერთ-ერთი ვერსიით ღვთისმშობელი, რომელმაც ვაზის ნასხლევი გადასცა მას. შემდეგ საკუთარი თმით შეკრა წმინდა ნინომ ეს ნასხლევი და მისგან ჯვარი გამოვიდა და სწორედ ამ ჯვრით შემოგზავნდა წმინდანი საქართველოში. თავისთავად ვაზს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ თვალსაზრისით. უპირველეს ყოვლისა უფალი ამბობს, მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი და მამაიჩემი მოქმედა არსო. ანუ ვაზის ჯვრით წმინდა ნინომ საქართველოში თავად იესოს მადლი შემოიტანა. ბუნებრივია ჯვარი იესოს უკავშირდება და თანაც ვაზის ეს კიდევ უფრო მეტად აკავშირებს მაცხოვართან ამ რელიკვიას, ამ სიწმინდეს. შემდეგ ვაზი ასევე ღვთისმშობლის სიმბოლოც არის. მოგვიანებით დემეტრე პირველი სწორედ ამას გამოხატავს თავის საგალობელში, როდესაც ამბობს, შენ ხარ ვენახი, ახლა დაყვავებულიო, მიმართავს ღვთისმშობელს. ვაზის ჯვრით წმინდა ნინომ საქართველოში დედა ღვთისას მადლი შემოიტანა. თანაც ჩვენ ვიცით, რომ სწორედ ღვთისმშობლისგან მიემადლა მას ეს ნასხლევი და ღვთისმშობლის ხელდასხმით გამოემართა იგი საქართველოსაკენ. ვაზი უკავშირდება ასევე სახარების ერთ-ერთ იგავს, ჩვენი აზრით, როგორც არის მე-11 მოქმედი ვენახისა, როდესაც ვენახის პატრონი მუშებს დაიქირავებს და მათ თანაბრად გადაუხდის სამუშაო საზღაურს. ვაზი ასევე უკავშირდება სახარების ერთ-ერთ იგავს მე-11 მოქმედი ვენახისა, სადაც მე ვენახე დაიქირავებს მუშებს, მათ თანაბრად უხდის შრომის საზღაურს. სიმბოლურად წმინდა ნინომ ვაზის ჯვრის შემოგზავნებით საქართველოში ქართველები სწორედ ქრისტეს ვენახში ამუშაკა და გვიან გაქრისტიანებული ქართველები სწორედ თანაბარ საზღაურს იღებენ უფლისაგან, თანაბარ მადლს იღებენ ღვთისაგან და ბოლოს უნდა ითქვას ის, რომ ვაზის ჯვარი არის ზოგადად ქართველისთვის ძალიან მახლობელი ვაზი, რადგანაც საქართველო ოდითგანვე ითვლებოდა ვაზისა და მზის ქვეყანად. ნაწარმოებში ასევე სიმბოლური არის ხის კულტი ზოგადად. ჩვენ ვიცით, რომ ნაძვისაგან გამოითალა ის 7 ძელი, რომლისაგანაც სვეტები დაამზადეს სვეტი ცხოვრის ასაგებად და ნაძვიც ასევე სიმბოლური მნიშვნელობის არის. იგი ანალოგს პოულობს ძველი აღთქმის ერთ-ერთ ეპიზოდთან, კონკრეტულად ლოტის ეპიზოდთან, რომელმაც უდაბნოში ჩათესა ბიძის აბრაამის მიერ ბოძებული თესლი, რომელიც საკუთარი სინანულის ცრემლებით გაანედლა და მასზე აღმოცენდა ხე, 3 ხე, ნაძვი, კვიპაროსი და ალვა ბიბლიური გადმოცემით. ამ ხისაგან ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში დამზადდა სწორედ ის ჯვარი, რომელზედაც მაცხოვარი ავნეს, ძელი ცხოველი. სიმბოლურად სვეტი ცხოველი უკავშირდება ძელი ცხოველსაც. და ალვა ლოტის ხის ერთ-ერთი ნაწილი ასევე, რომლისაგანაც დამზადდა წმინდა ნინოს ცხოვრების მიხედვით, რომლისაგანაც დამზადდა ჯვრები მთებზე აღსამართად. მნიშვნელოვანი ასევე მაყლოვანის სიმბოლური გააზრება. ჩვენ ვიცით, რომ მცხეთაში ჩამოგზავნებული წმინდა ნინო სწორედ აქ დაემკვიდრა მაყლოვანში, სადაც ეს ვაზის ჯვარი მოათავსა და სადაც ლოცულობდა ძალიან ხშირად. ეს უკავშირდება ბიბლიურ ამბავს, მოსე წინასწარმეტყველის ამბავს, რომელმაც სინას მთაზე იხილა მაყვალი შეუწუველი, ანუ მაყლის ბუჩქი, რომელსაც ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული, მაგრამ რომელიც არ იწვოდა. ეს იყო ღვთისმშობლის ერთ-ერთი წინაუწყება ძველ აღთქმაში, იგი უკავშირდება ღვთისმშობელს, ანუ მაყვალი უკავშირდება ღვთისმშობელს. თანაც კარგად შეიძლება დავაკავშიროთ ეს ფაქტები, რადგანაც წმინდა ნინოც სწორედ ღვთისმშობლის ხელდასხმით და მისი მითითებით მოქმედებს საქართველოში. ძველ აღთქმაში მოთხრობილია მაყლოვანის შესახებ. უჩვენა მას ანგელოზი უფლისა ცეცხლითა ალისათა მაყლოვანით გამო და იხილა ვითარმედ მაყლოვანსა მას აღტყდების ცეცხლი და მაყვალი იგი არა შეიწუვების. შეუწველი მაყვალი სიმბოლურად კავშირშია ჩვენს ნაწარმოებთან ამ შემთხვევაში.
ასევე მთა, რომელსაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ნაწარმოებში. მთა სახარების მიხედვით და ზოგადად ბიბლიის მიხედვით არის ადგილი, სადაც ასული ადამიანი, რომელზედაც ასული ადამიანი უფრო ახლოს არის ღმერთთან, ის ლოცულობს ღვთის წინაშე და უფრო დიდ სასწაულებს იხილავს ღვთის უფლის მიერ. სწორედ სინას მთაზე ასულ მოსეწინასწარმეტყველს გამოეცხადა უფალი, რომელმაც 10 მცნება გადასცა მას. ასევე თაბორის მთაზე მოხდა ფერიცვალება უფლისა, გოლგოთის მთაზე ჯვარცმა უფლისა, ამაღლებაც მთაზე მოხდა უფლისა, სიონის მთაზე მიიძინა დედა ღვთისამ და ასე შემდეგ. მთა ყოველთვის სიმბოლური მნიშვნელობის არის და ბუნებრივია ჩვენს ნაწარმოებშიც ასეა. სვეტი ცხოველი თავისთავად ეს ფაქტიც რა თქმა უნდა სიმბოლურია. როდესაც მირიანის ბაღში მოიჭრა ნაძვი მისგან დამზადდა 7 სვეტი. 6 მათგანი აღმართეს ტაძრის ასაგებად, მაგრამ მე-7 ვერა და სწორედ წმინდა ნინოს ლოცვის შემდეგ ანგელოზი დაეშვა, უფლის ანგელოზი დაეშვა ციდან, რომელმაც აღმართა ეს სვეტი. სწორედ ასეა მოთხრობილი ნაწარმოებში. ხოლო ნეტარი ნინო დგამას ღამესა მახლობელად სვეტისა მისდა ილოცვიდა და იხილა ჭაბუკი ერთი ნათლითა შემოსილი და კაცმან მან ნათლითა შემოსილმან აღმართა ძელი იგი და გამოსცემდა სვეტი იგი ბრწყინვალებასა და ფრიად სასულნელებასა. სვეტი ცხოვლის სასწაულებრივად აღმართვის ფაქტი პავლე მოციქულის სიტყვებსაც უკავშირდება. ჯერ არს სახლსა შინახ ღვთისასა სვლაი, რომელ არს ეკლესიაი ღვთისაი ცხოველისაი, სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაიო. პავლე მოციქული ამბობს, რომ უფლის სახლში ყოფნა, უფალთან ახლოს ყოფნა ნიშნავს ადამიანის როგორც ნათლის სვეტის აღმართვას, მის სულიერ აღმართვას. შესაბამისად, სვეტი ცხოვლის აღმართვაც უკავშირდება ქართული ხალხის სულიერ ზეახსვლას და ღმერთთან დაკავშირებას. თავისთავად სახელი სვეტი ცხოველი მარადიულობის აღნიშნულია, ითარგმნება როგორც სვეტი ცოცხალი, ცოცხალი მაცხოვარს უკავშირდება თავისი არსით, მაცხოვარი იგივე მაცოცხლებელი მარადიული ცხოვრების მომნიჭებელია ადამიანებისთვის. 12 მოციქულის სახელობის ტაძარია და 12 მოციქულის ბუნებრივია ყველაზე ახლო კავშირს სწორედ უფალთან პოულობს. მას უწოდებენ ასევე სიონის ტაძარს. სიონი არის ადგილი, სადაც მიიძინა დედა ღვთისამ და სადაც ასევე ტაძარი არის აგებული და სიონით სახელდებით სვეტი ცხოვლის ტაძარი ღვთისმშობელსაც უკავშირდება ბუნებრივია. მას ეძახიან ასევე აია სოფიას, ეს ძველი ბერძნული ტერმინია და ნიშნავს ქართულად წმინდა სიბრძნეს და წმინდა სამების სიბრძნეს გამოხატავს. სვეტი ცხოველი სწორედ ამ სიბრძნეს გამოხატავს თავისი არსით და სვეტი ცხოველს ეძახდნენ ასევე წმინდათა წმინდას უკავშირდება სოლომონის ტაძარს და ყველაფერი ეს გაერთიანებულია ერთ ტაძარში. ძველი და ახალი აღთქმის სიბრძნე, ძველი და ახალი აღთქმის სიწმინდე და მადლით ამოყრილია თითქოს სვეტი ცხოველში და ეს ყველაფერი საბოლოოდ გამოხატავს იმას, რომ საქართველოს გაქრისტიანება სვეტი ცხოვლის აგებით დაგვირგვინდა, რაც საქართველოში ბუნებრივია ღვთაებრივი ნათლის უხვად მონიჭებას მოასწავებდა. სულ 3-ჯერ აშენდა ეს ტაძარი, მე-4 საუკუნეში უპირველესად მირიან მეფის მიერ და ხის ტაძარი იყო უპირველესი, შემდეგ მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასალ მამაზე ბაზილიკა ააგო ქვის და მე-11 საუკუნეში 1029 წელს დასრულდა საბოლოოდ გიორგი პირველის მეფობის დროს იმ ტაძრის მშენებლობა, რომელიც დღესაც არსებობს. აი ეს იყო სიმბოლური სახეები წმინდა ნინოს ცხოვრებაში. ასევე სიმბოლური არის ბივრიტის თვალი, რომელიც არმაზის კერპის მსხვერვის დროს, მსხვერვის შემდეგ იპოვა წმინდა ნინომ და თან წამოიღო. ბივრიტის თვალი, იგივე ბივრილი წმინდა მამათა განმარტებით ნიშნავს მეფის გულის მოგებას, მეფის კეთილგანწყობის მოპოვებას და ზეციურ მეუფესთან მიახლებას. სწორედ ამ მიზნით წამოიღო წმინდა ნინომ ბივრილის იგივე ბივრიტის თვალი მცხეთიდან, იმ ტერიტორიიდან, სადაც არმაზის კერპი დაიმსხვრა და სიმბოლურად მან გამოხატა ის, რომ უნდოდა მეფის, მირიან მეფის და ზეციური მეუფის უფლის კეთილგანწყობის მოპოვება და მასთან თანაზიარება. ქართლის მოქცევის ისტორია თავისთავად შთამბეჭდავი ფაქტია და მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, ის გარემოებაც, რომ ეს ნაწარმოები მნიშვნელოვანია, ეს ნაწარმოები გამოირჩევა სიმბოლურ სახეთა სიუხვით, რაც ასევე ქრისტიანობას ეფუძნება. გმადლობთ ყურადღებისთვის.